გამარჯობა, თქვენ უყურებთ რეალურ აქცენტებს ნინო ხაჩიძესთან ერთად ტელერადიო კომპანია Georgia Times-ის პირდაპირ ეთერში. ჩვენ ერთმანეთს ხვდებით ყოველ ხუთშაბათსა და პარასკევს 90:10-ზე. თქვენ ასევე შეგიძლიათ გვიყუროთ Georgia Times-ის Facebook-ის გვერდზე, YouTube-ის არხზე, ბუნებრივია გვისმინოთ რადიო სიხშირეზე FM 92-და 3-ზე. დღეს გადაცემის პირველი ნაწილის სტუმარი არის საერთაშორისო სამართლის სპეციალისტი ზალ ხუტაშვილი. ძალიან დიდი მადლობა ბატონ ზალ, რომ მოგზანდით და გამონახეთ დრო და პირდაპირ გადავიდეთ მაშინ ჩვენს თემაზე. კერძოდ ისევ და ისევ ვუტრიალებთ ჩვენ საგარეო პოლიტიკას, ამ გეოპოლიტიკურ რეალობას, გეოპოლიტიკურ დაპირისპირებას და ბუნებრივია ამერიკის შეერთებულ შტატებში 47 პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადის განხორციელების დასაწყის. ბატონ ზალ, მინდა მიმოვიხილოთ ჩვენ, როგორი მდგომარეობა დახვდა საგარეო პოლიტიკაზე, საგარეო ასპარეზზე დონალდ ტრამპს, როდესაც ის შეუდგა თავის უფლებამოსილების განხორციელებას და ასევე როგორი მესიჯები პოლიტიკური მესიჯები გაუშვა მან ადრესატების და რომელი ადრესატების გასაგონათაც თუ შეიძლება ინაუგურაციამდე პერიოდში, ასევე ინაუგურაციის წინ და ის გადაწყვეტილებები, რომლებსაც მან მოაწერა ხელის განკარგულებები, როდესაც უკვე გახდა ოფიციალურად ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, რისი მანიშნებელი და მაუწყებელი არის. თქვენ რა თქმა უნდა გააკეთებთ აქცენტებს, მაგრამ მეც ვიტყვი თუ შეიძლება. პირველი ეს პოლიტიკური გზავნილი, ალბათ რაღაც ინფორმაცია განჯისთვის უფრო იყო, ეს იყო კანადის, პანამის არხთან და გრენლანდიასთან დაკავშირებით. შემდეგი მნიშვნელოვანი ალბათ ეს იყო ჩინეთთან, სი ძინპინთან ერთი მიწვევა უკვე პოლიტიკური ის იყო, ასე ვთქვათ, აქცენტი ინაუგურაციის, თუმცა ინაუგურაციას ვიცით რომ უფრო ტექნიკური დატვირთვა აქვს და არა პოლიტიკური და ეს არის სეპარატიული ღონისძიება და შემდეგ იყო პუტინისადმი რაც ეხება რუსეთ-უკრაინის ომს გაკეთებული გზავნილი, რაზეც თქვენი საუბრებ და მე არ მინდა რომ ძალიან დიდხანს შეგაწყინოთ თავი. როგორია პოლიტიკური მოცემულობა ამის ფონზე, როგორი იყო და არის დონალდ ტრამპის პოლიტიკური გზავნილები და რა პოტენციალი არსებობს იმ პოლიტიკური გზავნილების რეალურად გქცევით, რაც მან გააკეთა როგორც არჩეულმა პრეზიდენტმა და როგორც უკვე მოქმედმა პრეზიდენტმა. უპირველეს ყოვლისა მადლობას მოგახსენებთ მოწვევისთვის ხავდან ნინო და ჩვენ ესე ვთქვათ თანმიმდევრობით გავიაროთ ეს თქვენ ესე ვთქვათ ძალიან კომპლექსური საკითხები ერთად გააერთიანე და ამიტომ მე ვეცდები რომ კი პასუხოთ ესე ვთქვათ თანმიმდევრობით. უპირველეს ყოვლისა მნიშვნელოვანია ძალიან გავიგოთ ძალიან მნიშვნელოვანია გავიგოთ კონტექსტუალურად ამერიკის შეერთებული შტატების კანონ შემოქმედებითი მოწყობის საკითხები, რომ უპასუხოთ იმ დასმულ საკითხებზე, შეკითხვებს, რომელსაც თქვენ ასე ვთქვათ დღეს რაც გააჟღერეთ. და მე ამასთანავე მინდა აღვნიშნო, რომ პირველი შეკითხვა რაც თქვენ თქვით, რომ როგორი ასე ვთქვათ მოცემულობა დახვდა ტრამპს მოსვლისას, საკმაოდ რთული, თუმცა მე ვიტყოდი, რომ თუ გავითვალისწინებთ ამერიკის 55 პრეზიდენტს და ახლა უკვე 57 პრეზიდენტის ესე ვთქვათ მოქნილ ხასიათს, მინდა გითხრათ, რომ საკმაოდ ესე ვთქვათ მარტივად დაძლევს, მე ვფიქრობ, აი ამ მოცემულობას, რომელიც მას ესე ვთქვათ დახვდა. რა შეეხება ამერიკის თუ შეიძლება აქ დავაზუსტოთ, მარტივად დაძლევს იმიტომ რომ მას აქვს უნარი, თუ მარტივად დაძლევს იმიტომ რომ უმეტესწილად ხელოვნურად იყო შექმნილი ეს წინააღმდეგობა. ცით რა არის, აქ არის ესე ვთქვათ კომპილირებული ეს ყველაფერი და შერწყმული. არის ხელოვნური ესე ვთქვათ სინთეტიკური ფაქტორები, რომლებიც რასაკვირველია დემოკრატებმა დაახვედრეს მას და მეორეც ის რომ როცა ვთქვი რომ ის დაძლევს მარტივად ამას, ამაში ვიგულისხმებ მისი პირადი უნარები და ასევე მისი უკვე გამოცდილება რა, ის როგორც არ უნდა იყოს 4 წელი მართავდა ქვეყანას, შესაბამისად მას უკვე ეს უნარები გააჩნია. ამასთანავე მან საკმაოდ კარგად ესე ვთქვათ სისხლხორცა ის დაშვებული შეცდომები, რაც მას პირველი მმართველობის პირველ პერიოდში ჰქონდა და მე მგონია რომ საკმაოდ გამობრძმედილი პოლიტიკოსი მივიღეთ რა, იმ თვალსაზრისით რომ ეს 4 წელი მან პრაქტიკულად სრული მობილიზაცია გააკეთა რა. ეს კარგად გამოიხატა საარჩევნო ხმებში. თქვათ 4 წელი იგულისხმება წინა საარჩევნო პერიოდი, ანუ ბაიდენის პრეზიდენტობის პერიოდი. რასაკვირველია, იმიტომ რომ ეს არც თუ ისე პატარა პერიოდია იმისთვის რომ მოემზადო
თან კულუარული ინფორმაციების მქონე ტრამპისთვის უკვე ეს საკმაოდ ძლიერი, ესე ვთქვათ, პოზიციის მომცემი იყო რა. ამასთანავე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მისი მოკავშირეების წრე საკმაოდ ისეთი კომპლექსურია რა, ამაში არ შედიან მხოლოდ პოლიტიკოსები, აქ არის საკმაოდ ძლიერი ფინანსური მხარდაჭერები. როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებში, ესე მის ფარგლებს გარეთ ჩვენ ვიცით მისი საახლობლო წრე, მისი სანათესაო წრე, გულისხმობ სიძეებს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ვეცდები, რომ სახელების დონეზე არ დავიდე, იმიტომ რომ კონტექსტუალურად ჩვენ კარგად ხვდებით, ვიზეც არის საუბარი და ამიტომ მაქსიმალურად მოზომილი ვიქნები სახელების დასახელებაში. ამასთანავე მინდა გითხრათ ერთი ფაქტი რა, რომ თვითონ ამერიკა ეხლა ხშირად ამბობენ, რომ ამერიკა ტრამპის მოსვლით კარდინალურად დიამეტრალურად შეიცვლება. მინდა გითხრათ, რომ ეს არის მცდარი მოლოდინი. მცდარი მოლოდინია გამომდინარე იმიდან, რომ ვინც იცის ამერიკის შეერთებული შტატების საკანონმდებლო მოწყობა, ის ყველა დამეთანხმება, რომ მიუხედავად იმისა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს საკმაოდ ძლიერი უფლებამოსილება აქვს და ამაში ჩვენ ყოველდღიურად ვწმუნდებით რა, პატარები არა ვართ და ვაკვირდებით ხო ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტების განხორციელებულ პოლიტიკის შედეგებს. ჩვენ ვიცით, რომ ამერიკა მიზადის საკმაოდ რთული იურიდიული მოწყობის ქვეყანა, თავის დროზე მონტესკიესეული იდეებით შექმნილი ქვეყანა, დამფუძნებელმა მამებმა გააკეთეს ისე, რომ ხელისუფლების სამი შტო ერთმანეთთან დაბალანსებული ყოფილიყო. გულისხმობ checks and balances პოლიტიკას და გამომდინარე აქედან უკვე თვითონ შიგნით ძალიან წარმოუდგენელია. მინდა გითხრათ, რომ ეხლა პრეზიდენტი როგორც ასეთი ვინც არ უნდა მოვიდეს, კიდე ტრამპი იყოს თუ ვინც არ უნდა ნებისმიერ პრეზიდენტი მოვიდეს, იქ რაღაცნაირად ისეთი რადიკალური ცვლილებები შექმნას, რომელიც ეხლა დავუშვათ თვითონ ინაუგურაციის პერიოდში ნათქვამი ის განცხადებები ეს იყო, მე ვფიქრობ მაინც უფრო როგორ გითხრათ შერბილებულად რო თქვა პოპულისტური განცხადებები. მე ვიყო არაშერბილად გულის მოსაფხანად ამომრჩეველი. ხო, რა თქმა უნდა, პოპულისტური განცხადებები იყო რიგ შემთხვევაში, იმიტომ რომ ეს ამ განცხადებების ალბათ დიდი უმრავლესობა დარჩება განცხადებად, გამომდინარე იქედან, რომ თვითონ შიდა სტრუქტურული მოწყობის თვალსაზრისით, მიუხედავად იმისა, რომ კონგრესში ახლა უმრავლესობა აქვს რესპუბლიკელებს, იქ არ არის ესეთი ცალმხრივი და ესეთი მარტივად ახსნადი უმრავლესობა და უმცირესობა რა. იქ შეიძლება რესპუბლიკელმა კონგრესმენმა პირობითად ვიძახეს, შეიძლება ტრამპის პოზიციას, ესე ვთქვათ, ხო, მხარი არ დაუჭიროს მარტივად რესპუბლიკელმა და დემოკრატებმა. რასაკვირველია და ამის ხშირი შემთხვევები არსებობს, თვითონ პრეზიდენტის ვეტოც დაძლევადია კონგრესში 60%-იანი, ესე ვთქვათ, უმრავლესობით. ამიტომაც ეს პოლიტიკა რა, შიდა რეგულაციების პოლიტიკა, რაც ამერიკაში ჩვენ გვაქვს, რომ ხელისუფლება სამშტოთ არის ძირითადად დაყოფილი სახელისუფლებო, ესე ვთქვათ, აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლება ერთმანეთში აბსოლუტურად იმდენად ჩართულები არიან, რომ თვითონ სიტყვა checks and balances ნიშნავს ესე ვთქვათ, ურთიერთ შეთანხმებულ მუშაობას და ამასთანავე ურთიერთ კონტროლის მექანიზმს რა. შემაკავებელი ძალები გააჩნია ყველა, ესე ვთქვათ, და სულ ესე ვთქვათ, ჩვენი პროფესორ ჩემის სწავლის პერიოდში სულ მაგაზე იყო აქცენტები, რომ ესე ვთქვათ, სასემინარო ესეც ჰქონდა საკითხი, რომელი ხელისუფლების რომელი შტო არის უფრო ძლიერი და ამის ახსნა, რატო, როგორ და ეს იყო მუდმივი კამათი საკითხი და დღემდე და სულ იქნება. ეს რაც შეეხება თვითონ ამერიკის შიდა საკითხს, სადაც ესე ვთქვათ, ობიუაწელი მომლოდინეები, რომლებიც ფიქრობენ, რომ ტრამპი გადაატრიალებს და გადმოატრიალებს ყველაფერს ხელსოფლიოში, ეგრე არ იქნება პირდაპირ გემოვნები და ამას დრო აჩვენებს რა. თვითონ ძირითადი მიმართულებები ხარ, რაც მან გააჟღერა, რაც იყო რაღაცნაირი ესეთი მეხის გავარდნასავით, რაც იყო, რაც ეხებოდა ჩვენ კარგად ვიცით კანადას, გრენლანდიას და ძირითადად პანამის არხს, ეს იყო ესეც მე ვფიქრობ, რომ საკმაოდ პოპულისტური განცხადებები იყო, მაგრამ აქვე მინდა გითხრათ, რომ ხშირად საერთაშორისო პოლიტიკაში
კეთდება მსგავსი ტიპის განცხადებები და ეს არის ვაჭრობის საგანი და დამერწმუნეთ რომ და ალბათ არც არავინ არ შემედავება რომ აი ეს საკითხი ძალიან კარგად იცის ამ პრეზიდენტმა ტრამპმა ის აკეთებს რაღაცა წანამძღვარებს ესე ვთქვათ მოთხოვნების კუთხით და მე მიდის ვაჭრობა ამაში საერთაშორისო პოლიტიკური მიმართულებით ხო ეხლა მან აუქციონზე გამოიტანა სავაჭროდ და პირველი ფასი თქვა, ხო? რასაკვირველია, ეხლა პანამასთან დაკავშირებით ამერიკის შეერთებულ შტატებს მინდა გითხრათ, რომ მის ესე ვთქვათ ისტორიული წანამძღვარი საკმაოდ რთულია და ამერიკელებს ხო ამერიკელებს ამ არხთან დაკავშირებით და ზოგადად ამ ქვეყანასთან დაკავშირებით ისეთი საკმაოდ კომპლექსური ურთიერთობა აქვს რო არ შევიდეთ რაღაც ძალიან სიღრმეებში თავის დროზე იყო ესეთი პრეზიდენტი ომერ ტორიხოსი რომელიც ზოგი სპეციალისტების საერთაშორისო სპეციალისტების აზრით შეეწირა პანამის არხს რა იმიტომ რომ მან დაუსვა კიდევაც საკითხი ამერიკელებს რომ პანამის არხი არ შეიძლება და ყოფილიყო იმ პირობებით ოპერირების ქვეშ მყოფი როგორიც დაიდო თავის დროზე 1920 წელს ხელშეკრულება ანუ $250,000 უხდიდან მოჭრილად პანამის არხის სარგებლობისთვის პანამას და 1977 წელი იყო, როცა ჯიმი კარტერმა მოაწერა ხელი ხელშეკრულებას, რომლის თანახმადაც 2000 წლისთვის ამერიკელები გადიოდნენ პანამის არხის ოპერირებისგან. სხვადასხვის ტრამპმა სინანულით თუ ესე ვთქვათ ერთგვარი პრეტენზიით აღნიშნა ეს თავის დროზე. პარალელს გავაკეთებ, როგორც რუსები გადიოდნენ ყირიმიდან, ხო ხელშეკრულებას. და ახლობებით ეგეთივე ის იყო, თუმცა აქ როგორ გითხრათ კიდე ცოტა უფრო წიაღსვლას თუ გავაკეთებთ თვითონ ქვეყანა პანამა ჩვენ ვიცით რომ არის ამერიკის ესე ვთქვათ ძალიან აქტიური ხარდაჭერით შექმნილი ქვეყანა და რასაკვირველია სხვადასხვის დღევანდელ კოლუმბიაში ძალიან აქტიურად საუბრობენ მაგ საკითხთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ერთი დიდი ქვეყანა იყო თავის დროზე. ხო, ეს შევახსენოთ მაყურებელს და კოლუმბია, ეკვადორი, ვენესუელა და დღევანდელი პანამა იყო ერთი ქვეყანა და როცა უკვე ესპანეთის სამეფო შესუსტდა მაგათმა ერთი ქვეყანა შექმნეს გამოცხადა დამოუკიდებლობა და შემდეგ წავიდა ეს დამოუკიდებლობის პროცესები რა ეგ ჯერ ვენესუელა გამოიყო შემდეგ ეკვადორი გამოიყო და ასე შემდეგ მე პანამა თავის მხრივ უკვე როცა ამერიკელებმა ესე ვთქვათ იგრძნეს პანამის მნიშვნელობა რასაკვირველია ყველაფერი გააკეთეს და ბუნებრივიც არის ხა ამერიკა თავის გეოპოლიტიკურ ინტერესებს იცავდა და იცავს და დაიცავს როგორც ყველა ქვეყანა მსოფლიოში პანამაზე რატო გააკეთა მცირე ესე ვთქვათ ჩართვასაც გავაკეთებ რომ ესე იგი თვითონ პრეზიდენტი ტორიხოსი ესე ვთქვათ აქტიურად ძალიან დიდი ესე ვთქვათ პოლიტიკური გავლენები მოიპოვა სხვადასხვის 77 წლის შემდეგ ქვეყანაში ის ერთგვარად ითვლებოდა ქვეყანაში ვიცი ეგ მირაც როგორც გმირს ისე უყურებდნენ იმიტომ რომ ყველა მიცოდა რომ 23 წლის გასვლის შემდეგ პანამის არხი რომელიც დღეს უკვე პრაქტიკულად ქვეყნის ეკონომიკის ესე ვთქვათ ბურჯია გადმოეცემოდა პანამას მმართველობაში და ის წელი 91 წელი იყო ძალიან ისეთი რთული წელი იყო იმ თვალსაზრისით რომ სამი პრეზიდენტი პრაქტიკულად ერთმანეთის მიყოლებით მიყვა რაღაც პოლიტიკურ საკითხებს რა ჯერ ეს ეკვადორის პრეზიდენტი შემდეგ ომერ ტორიხოსი შემდეგ გვახსოვს ალბათ კარგად ანვარ სადათი 91 წელს და რთული წელიწადი იყო რა ერთადერთი რისი გათვალისწინებაც ალბათ ომერ ტორიხოს შეეძლო ის იყო რომ თვითონ ანვარ სადათის დაახლოებით იგივე განცხადებებით თავის დროზე აღზევდა რა პოლიტიკურად სუეცის არხთან დაკავშირებით და მთელი საგარეო პოლიტიკა და საერთაშორისო უბრალოდ პოლიტიკა არის ესე ვთქვათ ურთიერთმების და ესე ვთქვათ ჩართულობის ისტორია რა და ყველაზე ძლიერი ექსპერტები ყოველთვის არიან აი ამ ისტორიების მცოდნენი რა იმიტომ რომ ისინი სწორ ანალიზს აკეთებენ ამ ისტორიებზე დაყრდნობით ეს დაგვეხმარება ჩვენ წინ არსებული პრობლემების ანალიზით როგორც საერთაშორისო სეპარატისტული რეგიონები აღიარებული რუსეთის რასაკვირველია
რასაკვირველი, ამიტომ ჩვენი ქვეყნის ინტერესი ალბათ ყველაფერი მაინც მიდის იქამდე, რომ ეს პოლიტიკური რეალიები, რა ისტორიული რეალიები, რომელიც პრაქტიკულად ჩვენ თვალწინ ხდებოდა რა, იგივე ხა თქვენ ალბათ კი არა, მკითხეთ და შესაბამისად გიპასუხებთ უკრაინასთან დაკავშირებით საკითხი ძალიან რთულია ჩვენ ვიცით ხო იქ პროცესები ჭადრაკის ენით რო ვთქვათ რაღაც მომენტში აი ცუნგცვანგის რეჟიმში მიდიოდა რა უკრაინელებს რაღაც თვალსაზრისით ეგონათ რომ ისინი რაღაც პოლიტიკურ პროცესებს მართავდნენ თუმცა დიდი პოლიტიკური აქტორები იყვნენ ჩართულები 90-იან წლების დასაწყისიდან და ძალიან რთული პროცესები წავიდა უკრაინაში თვითონ საერთაშორისო პოლიტიკაში ჩაუხედავი ადამიანისთვის უკრაინის ესე ვთქვა ტრაგედია არის აი ხშირად მომისმენია რომ აი უკრაინას არ უნდა დაეთმო თავისი ბირთვული მარაგები ეკითხებოდა უკრაინას კაცმა რომ რასაკვირველია ხო რთულია რომ არ დაეთანხმო ამას მაგრამ ის პოლიტიკური წანამძღვარები რომელიც ახლდა თანამ ეს ხო უცებ არ მოხდა კუჩმა ხო არ გადაწყვიტა რომ იცი რა ხვალ შევიკრიბებით მე ბილ კლინტონი და უშუალოდ ბორის ელცინი და გადავწყვიტავთ რომ ჩვენ უკრაინის ჯერ ესეთი თქვენი ხმალი და ჩემი კისერი ასე ჯერ ესეთის პირველ რიგში უკრაინის ბირთვული მარაგების ესე ვთქვათ კონტროლის მექანიზმები ანუ პულტები ესე ვთქვათ გაშვების კოდები ეს ყველაფერი იყო რუსეთში ეს ერთი მეორე ამას ყველაფერს ახდა ესე ვთქვათ ისტორიული გამოცდილებები ჩერნობილთან დაკავშირებით და ესე ვთქვათ მიდიოდა აქტიური ბულინგი უკრაინაზე რომ თქვენ აი ეს კონტროლის მექანიზმები გაქცეული გაქვთ და პოსტსაბჭოთა პერიოდში როცა უკვე ანუ ყველგან კორუფცია იყო ესე ვთქვათ მოდებული ყველა ქვეყნებში ამერიკელები ხედავდნენ საფრთხეებს და არა მარტო ამერიკელები რომ უკრაინა შეიძლება გასულიყო ეს ბირთვული ქობინები და დაკარგულიყო უბრალოდ და მე შემდეგ შეიძლება აღმოჩენილიყო სადმე რა მნიშვნელობა აქვს მსოფლიოს რომელიღაცა წერტილში გამომდინარე აქედან ეს პროცესიც მიდიოდა ძალიან ესე ვთქვათ აქტიურად უკრაინის პოზიცია იქ იყო ალბათ რა ვიცი მეასეხარისხოვანი ამ საკითხის გადაწყვეტაში და ეს დიდი აქტორები მთელი ძალებით ყველანი ჩართულები უფრო მეტი არ შეეძლო მოეთხოვა გარდა უსაფრთხოებისა ფული იცით რა იყო ფული მოითხოვეს მაგათმა და ოფიციალურად 2 მილიარდ 800 მილიონი დოლარის ეკვივალენტი რომელიც ახლა დღეის მდგომარეობით გაცილებით უფრო დიდი თანხაა ვიდრე ახლა ახკმადობის თვალსაზრისით ხო მაგრამ მაგ საკითხშიც ბევრი ჯაბაასია რა იქ რაღაც კორუფციული კოალიცია იკვეთება და ასე შემდეგ ალბათ ხვდებით ხო თუმცა იყო ერთი საკმაოდ საინტერესო პოლიტოლოგი ჯონ მირშმაიერი რა რომელიც სანამ ხელმოწერა მოხდებოდა 94 წელს მან ასე ვთქვათ აქტიურად დააფიქსირა პოზიცია და უთხრა უკრაინელებს რომ არ ღირს ამ ხელშეკრულებაზე წასვლა ამ მემორანდუმზე ხელის მოწერა იმიტომ რომ ეს შეიძლება ერთშენიერ დღეს დადგეს უკრაინისთვის ძალიან კრიტიკულ შეცდომად რუსეთის მხრიდან სხვათა შორის და ეს 93 წელში იყო და ეს ყველაფერი ახდა უკვე რამოდენიმე აწრეულში ხო 2014 წელში ყირიმი დაიკარგა და შემდეგ რაც მოყვა დღეს ხა ყველანი ამას კარგად ხედავთ. ბატონო ძალიან დიდი ბოდიში რეკლამის გამო უნდა შევწყვეტოთ ჩვენ ძალიან მალე დავბრუნდებით და განვაგრძობთ თემა შეეძლო თუ არა მართლაც უკრაინას უარის თქმა და ხელის არ მოწერა ამ დოკუმენტზე და გველოდო ჩვენ მალე დავბრუნდებით. მოყავით შებრუნდები და განვაგრძობთ საუბარს ჩვენს ასტუმართან ზალ ხუტაშვილთან ერთად ბატონო ზალ უკრაინას შეეძლო რამის შეცვლა თუ მაშინვე როდესაც უკვე დაიწყო გეოპოლიტიკური ვაჭრობა უკრაინის ბირთვული იარაღით თავდაპირველად უკვე ჩანდა რომ ეს ქვეყანა გაწირული იყო დაპირისპირებისთვის რუსეთთან იცით რა არის ალბათ უამრავი ექსპერტის და პოლიტოლოგის აზრი არსებობს და ეს აზრები იყოფა რა საკვირველია იმიტომ რომ ასე ვთქვათ როგორც ამის მომხრეების და მოწინააღმდეგეებს აქვს თავიანთი არგუმენტები არის ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც 1991 წლიდან პრაქტიკულად უკვე მუსირებდა საერთაშორისო პოლიტიკაში, რომელიც დაკავშირებული იყო უკრაინასთან, რომ რუსეთი უკვე იმ დროიდან ითხოვდა ყირიმს. ანუ უკვე იმ დროიდან რუსეთს ჰქონდა
საკმაოდ არგუმენტირებული მოთხოვნა ყირიმთან დაკავშირებით. იქ ჩართულები იყვნენ ისტორიკოსები, პოლიტოლოგები, კომისიაც იყო შექმნილი, მუშაობდნენ ამ საკითხთან დაკავშირებით. უკრაინასთან ჰქონდათ მოლაპარაკებები, კულუარული მოლაპარაკებები ამასთან დაკავშირებით. რა საკვირველია ამ ყველაფერმა მოლაპარაკება თვითონ უკვე გლობალური მოლაპარაკება ბირთვული განიარაღების შესახებ შეაყოვნა რამოდენიმე წლით, იმიტომ რომ ლისაბონში, როცა პირველი ესე ვთქვათ დიდი შეხვედრა მოხდა ამასთან დაკავშირებით, იქ უკრაინამ რაც შესაძლებელი იყო იმ დროისთვის მაქსიმალურად ესე ვთქვათ თავი შეიკავა მაშინ ხელმოწერისგან. იმიტომ რომ ის რასაც ეხა ჩვენ დღევანდელი გადასახედიდან ვხედავთ დარწმუნებული ვარ ყველა პოლიტიკოსისთვის და ხა იქ არ იქნებოდა შემთხვევითი ადამიანები, ყველა დარწმუნებული ვარ ხვდებოდნენ იმას, რომ ბირთულ მარაგებზე ვარის თქმა ქვეყანას პოლიტიკურად ძალიან ასუსტებდა რა. დღეს სხვათა შორის პრეზიდენტი ზელენსკის რამოდენიმე გამოსვლა ოფიციალური გამოსვლა ეხებოდა ზუსტად აი ამ ესე ვთქვათ ის ესე ვთქვათ შინაურულად რო ვთქვათ მისტირის იმ ესე ვთქვათ გადაწყვეტილებას რომელიც დაკავშირებულია ამ ბირთვული აქვე ვიტყვა აი ზელენსკი ბოლო დროს უფრო პირდაპირ ტექსტებით ამბობს ხოლმე რაღაცებს რაც იმ თავით ნათელი იყო და მისთვის ნათელი უნდა ყოფილიყო და მეტის მე ვფიქრობ მან იცოდა კიდეც რომ ასე მოხდებოდა. ეს უბრალოდ მან თქვა რა ნატოში ჩვენ არ მიგვიღებენ. უსაფრთხოების გარანტიები აღარ აქვს, რატომ გადაწყვეტა თქვას ის, რაც მას წესით არ უნდა ეთქვა, იმიტომ რომ ჩვენ პოლიტიკოსები არ გასცემენ ხოლმე იმ კულუარულ ინფორმაციას, იმიტომ რომ ეს მათი უსაფრთხოების გარანტია ამ ინფორმაციის ცოდნა და ფლობა. რამ გამოიწვია ზელენსკის სახეთ ცვლილება? აშანტაჟებს დასავლეთს, ან როგორ უნდა დააშანტაჟოს, მაგრამ მაინც თუ რაღაც უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვს, თუ ვინ არის ახლა ზელენსკის ლობი მარტივად რომ თქვა. ჯოხი მასზე გადატყდება საბოლოოდ, ხო? თვითონ ახალი თავდაცვის მინისტრი, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში მოვიდა, მისი პოზიცია ძალიან ესე ვთქვათ მოზომილია უკრაინასთან დაკავშირებით. ესე ვთქვათ თავდაცვის სამინისტროში მუშაობდა ძალიან ისეთი აქტიური სტრატეგიული დაგეგმარების მიმართულებით ლორა კუპერი, რომელიც დატოვა თანამდებობა, ის იყო აქტიური ლობისტი უკრაინასთან დაკავშირებული ყველა საკითხების, არა მარტო ლობისტი იყო ზოგადად ის ძალიან კარგად ერკვევოდა ამ საკითხებში და უკრაინის საბრძოლო წარმატებების რიგი საკითხები იყო დაკავშირებული ასე თქვა ამ ადამიანთან. მე მგონია რომ უკრაინამ რაღაც ტიპის გარანტიები მიიღო, უბრალოდ ხა თვითონ პროცესში, ანუ აქტიურ პროცესში გასათვალისწინებელია. იცით რა არის გეტყვით აქცნით ასე ვთქვათ. იცით როგორ არის რუსეთის ფაქტორი ახლა ამ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ რუსეთი ბოლო რამოდენიმე თვის განმავლობაში აქტიურ წინსვლას აკეთებს რა საბრძოლო ფრონტის ხაზზე და მასთან მოლაპარაკების გამართვა ახლა ამ ეტაპზე რომ თქვათ დაზავების პირობებთან დაკავშირებით შედარებით რთული იქნება, ვიდრე ეს იქნებოდა დაახლოებით 1 წლის უკან, ხო? იმიტომ რომ საბრძოლო მანქანა გადაეწყო, ეკონომიკა გადაეწყო უკვე ომის თქვათ ხო და შესაბამისად ტრამპის ადმინისტრაციაში ის შიშებიც არსებობს, რომ შეიძლება რუსეთის დაყოლიება ახლა ომის ესე ვთქვათ შეჩერება და საბრძოლო მოქმედებების შეჩერებაზე მარტივი არ იყოს. თუმცა კიდევ ერთხელ ვიზახი, რომ პროცესები სავარაუდოდ გადაუპრო დიპლომატიურ ნელ-ნელა ეტაპობრივად გადავა დიპლომატიურ რელსებზე აუცილებლად და შეიძლება ეს ერთ თვეში და ორ თვეში არ მოხდეს, მაგრამ მაინც ყველა ომი დაზავებით მთავრდება, თქვენ იცით ეს დაუწერელი კანონია. ომი იწყება, რომ შემდეგ ზავი დაიდო. რა საკვირველია აქ, ანუ ძალიან ერთი და ორი ქვეყნის ჩართულობა არ არის, თქვენ ალბათ მოგიხსენებათ გასათვალისწინებელი ასევე ის ფაქტიც, რომ უკვე ეხლა და ალბათ არა თუ ეხლა უფრო მანამდეც უკრაინა აღსადგენი იქნება ომის შემდეგ. და
იქ ძალიან დიდი თანხები უნდა დაიხარჯოს. შეიძლება ეს გაუქმითონ იმ სიმდიდრეებში, რომლებზეც ლაპარაკობდნენ 11 ტრილიონი. მე ჭრება რომ რეპარაციის საკითხი დადგეს, თუმცა მგონია რომ ყველა ეს მოლაპარაკება იქნება რთული, იმიტომ რომ ჩვენ ამ შემთხვევაში არ გვაქვს ცალსახად გამარჯვებული და ცალსახად დამარცხებული. ჩვენ შეიძლება უბრალოდ ვივარაუდოთ ექსპერტული თვალსაზრისით ვინ არის გამარჯვებული, ვისთვის ვინ არის დამარცხებული და ასე შემდეგ რა. საერთოდ როდესაც ეს ომი დაიწყო, ისიც კი არ იყო მკაფიოდ ჩამოყალიბებული, რა იგულისხმებოდა უკრაინის გამარჯვებაში და რუსეთის დამარცხებაში და რუსეთის გამარჯვებაში და უკრაინის დამარცხებაში მკაფიოდ ეს არის. რასაკვირველია. იმიტომ რომ სულ ანუ როგორ არიცით რომ რთული ამ თვალსაზრისით, როცა პოლიტიკაში, დიდ პოლიტიკაში განიხილავ, დიდ გეოპოლიტიკაში ამას როგორც ფარდობითობის თეორიას ისე უყურებენ ხოლმე რა პოლიტიკოსები და ექსპერტები რა გააჩნია დამკვირვებელის თვალისად არის რა და ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. აი ზელენსკიზე ვამბობდით, ზელენსკის აქვს რამე უსაფრთხოების გარანტიები? რთული სათქმელია. ზელენსკის მოლაპარაკებები რომ დაიწყება და მუდმივი პრეზიდენტი ხო არ იქნება, უდესღაც ხო მოუწევს. რასაკვირველია, მუდმივი რა არის ხა საერთაშორისო პოლიტიკაში ერთადერთი რაც არის მუდმივი რომ ყველაფერი იცვლება, ჩვენ ვიცით ხო და ამიტომ უდესღაც ალბათ წასვლა მოუწევს და მაქსიმალურად ეცდება რომ წასვლის პროცესი იყოს მაქსიმალურად ღირსეული მისთვის. თუ ეს ღირსეული პროცესი ვერ შედგება, ის არის განწირული რა, ეს ცალსახად შემიძლია გითხრათ, იმიტომ რომ ღირსეულს უკავშირდება უკრაინისთვის მომგებიან ზავს ტერიტორიების დაბრუნებას თუ აი რას გულისხმობ? დღევანდელი მოცემულობით ვფიქრობ, რომ ვერანაირი ტერიტორიების დაბრუნებაზე ლაპარაკი ვერ იქნება. კიდევ ერთხელ ვიძახი იმ მოცემულობის გათვალისწინებით, რა მოცემულობას დღეს უკრაინას აქვს. ეს არის რეალისტური შეხედულება, ჩემი აზრით. ეხლა ჩვენ შეგვიძლია რაღაცა ლირიკული რაღაც ხედვის კამე ისინი ჩავრთოთ, მაგრამ ამ პირობებში რთულად წარმომიდგენია, რომ უკრაინამ რაღაცა ტიპის დღეს ეხლა ჩვეულებრივი მოცემულობითი ზავის მიღება უკრაინისთვის უკვე ვფიქრობ, რომ საკმაოდ ძლიერი მოცემულობაა რა. ეს რაც შეეხება ეს როგორ შეიძლება ეს გვაჩვენებდეს, ნათელს ფენდეს ჩვენ წინ არსებულ პრობლემას, რომ ჩვენ ორი სეპარატისტული რეგიონი ოკუპირებულია და აღიარებული იგივე ვედიელის ამას თუ მაინც განსხვავებულია თუ ჩვენც რას გულისხმობთ? ისე ჩვენც ვარდისფერი სათვალებით ხო არ უყურებთ, როცა ვამბობთ, რომ ცხინვალი და სოხუმი დაბრუნდება საქართველოს ერთიანი საქართველოს შემადგენლობაში. მე ვიცი ხა ძალიან ტვინეულ თემას ვეხები, მაგრამ იცით რა არის, აი ისევ და ისევ მინდა გითხრათ, რომ არც ერთი პოლიტიკური გადაწყვეტილება ჩვენ ვიცით, რომ არ მიიღება პიროვნულ დონეზე, ხო? ფაქტია ეგ. ვინც მეტნაკლებად ჩართული ამ პროცესებში იცის, რომ ყველა გადაწყვეტილება, მით უმეტეს ესეთი გლობალური სახის გადაწყვეტილება ძალიან ისეთი კრებსითი აზრის გათვალისწინებით ხდება და ამ კრებსით აზრს უკვე აყალიბებს ის პოლიტიკური რეალიები, რომელიც დგას იმ მომენტისთვის და მანამდე იმ ისტორიული, ესე ვთქვათ, მოცემულობის გათვალისწინებით. შესაბამისად, ეხლა ჩვენი დღევანდელი მოცემულობა 2008 წლის მერე გაცილებით განსხვავებულია, ვიდრე ეს იყო თუნდაც 90-იან წლებში, ხო? 2008 წლამდე ომამდე პერიოდში. ძალიან რთულად წარმომიდგენია, აქ რასაკვირველი ჩემი მოსაზრებები გამაჩნია ამასთან დაკავშირებით, ურთულესი მოლაპარაკებები გვექნება, თუ მოლაპარაკებების დონეზე მივიდა ეს ყველაფერი. მე მგონია, რომ ესე ვთქვათ, სახელმწიფოს მმართველობითი სტრუქტურების ცვლილების ფასადად შეიძლება დაგვიჯდეს ეს, თუ ოდესმე შეიძლება რომ გაკეთდეს ეს ყველაფერი. მგონია, რომ ესე ვთქვათ, ლირიულ გადახვევას გავაკეთებ, ალბათ ნინო. მგონია, რომ ეს არის ყველაფერი შესაძლებელი, რასაკვირველია. მე მგონია, რომ შესაძლებელია, იმიტომ სამყარო ისე არ არის მოწყობილი მარტო ლოგიკაზე და პროგნოზებზე, რაც უნდა ვინმეს გადმოსდიოდეს ტვინი ყურებიდან. სამყაროში რაც გეკუთვნის, ის შენია, რაც არ გეკუთვნის, ის შენი არ არის და ეს ეხება დიდ სახელმწიფოს, პატარა სახელმწიფოს. თუ ჩვენ დავიმსახურებთ პოლიტიკურად, მორალურად, მენტალურად, რა თქმა უნდა დაბრუნდება. ერთ-ერთი მაგით ვარ ვსვამ ამ კითხვას, რომ პესიმისტურად ვარ გაწყვეტილი. ერთ-ერთი პოლიტიკური მიმოხილველის სტატიას ვკითხულობდი, რომელიც ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ სრული ათეისტი ვარ, რომ ვაკვირდები რა პოლიტიკურ მოვლენებს საქართველოს მსოფლიოშიო, ნელ-ნელა რწმენაში შევდივარო რა ეგეთი. უცნაურად ლაგდება ხოლმე. ხო, განცხადება გააკეთა, ხო? ეს რაღაცა იმის, თქვა, ერთგვარი გამოძახილია, საკმაოდ ძლიერი ექსპერტია, ხო? ხო,
ვიზიარებ რა თქმა უნდა ამას მიუხედავად იმისა რომ მე ხა ათეისტი არა ვარ მგონია რომ რაღაცა ეზოთერული თქვათ ზეციური ძალებიც რაღაც გვეხმარება რაღაც თვალსაზრისით უნივერსალური და იმ მომენტისთვის როცა ჩვენ ესე ვთქვათ როცა დადგება ის მომენტი რა X საათი X-ი ჩვენ უნდა ვიყოთ ესე ვთქვათ პოლიტიკურად მზად მაგისთვის და ანუ ჩვენი სურვილი არ უნდა დავკარგოთ ალბათ ის ჩვენია და რა თქმა უნდა ანუ ის შესაძლებლობა არ უნდა გავიდეს მინდა რომ კარგად აგიხსნათ და გაგაგებინოთ. მე გავიგე რაც მე აი ეს შესაძლებლობა ჩვენ არ უნდა დავკარგოთ რა, როცა დადგება ის მომენტი ჩვენ არ უნდა დავკარგოთ, იმიტომ რომ რა არიცით საქართველოს მსგავსი ქვეყნები ყოველთვის ჩვენ მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ჩემგან ამ პოზიციის დაფიქსირება ცოტა გასაკვირი, რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს ისეთ ქვეყნებთან ურთიერთობაში, როგორც ამერიკის შეერთებული შტატები, რუსეთი და ცოტა ბანალურ რაღაცა შეიძლება ვიძახდე, მაგრამ ქვეყანა, რომელსაც მთელი მსოფლიო ბიუჯეტის, სამხედრო ბიუჯეტის 1/3 მარტო ამერიკის შეერთებული შტატებისა, ხო რა, ბოლო 2024 წლის ბიუჯეტი 850 მილიარდ დოლარამდე იყო, ხო? და როცა კოსმოსში სადღაც ალბათ 8000 ხელოვნური თანამგზავრი გაშვებული ყავს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ ხა ამ ქვეყანასთან ხო ვერ დადგები ხა თანაბარ პოზიციაში რამდენადაც ამას საერთაშორისო პოლიტიკა, საერთაშორისო რეგულაციები, უამრავი კონვენციები და ასე შემდეგ ვენის და სხვადასხვა კონვენციები რამდენადაც არ უნდა საზღვრავდეს ამას ხო შენ ვერ იქნები იმასთან თანაბარი ვერასოდეს ხო ხა თუნდაც რუსეთთან რასაკვირველია ვერც განგიხილავს და არც განგიხილავს და ჩვენ ის იქნება ძალიან დიდი ცდომილება თუ ჩვენ ჩავთვლით რომ ჩვენ რაღაცა თანაბარ იმაში ვართ ხო რაღაც ეს ჩვენ ჩავთვალეთ რომ რაღაცის დემოკრატია თანაბრობა გვეგონა ხა იცით რა არის ეგეც ერთგვარად ჩვენი რიგი პოლიტიკოსებისგან კიდევ ერთხელ ვეცდები რომ სახელებში არ შევიდე ხალხის ადამიანების ჩვენი თანამემულეების ცდომილებაში შეყვანის ერთგვარი ხრიკია რა რომ თავს უტოლებ ხა თუნდაც რუსეთს თუნდაც ჩინეთს ო შენ რაღაცა შენი ადგილი გაქვს ამ საერთაშორისო პოლიტიკაში მაგრამ კიდევ ერთხელ ვიძახი ამ ყველაფრის ამ გეოპოლიტიკური ესე ვთქვათ მოცემულობების დადგომის პირობებში შენი რაღაცა მცირე როლი თუნდაც არა ის მცირე როლი ერთ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია შენთვის უმნიშვნელოვანესი ის რაც ვიღაცის გადასახედიდან არის მცირე შენი გადასახედიდან არის უმნიშვნელოვანესი და ეს როლი სწორად უნდა შევასრულოთ რა მაგრამ აქ არის კიდევ ერთი რამ რომ აი ეს კარგია რომ ეს თემა ახსენეთ ბატონო აი ესეთი ტიპის რაღაცა პატარა ქვეყანა უცებ შენ რაღაცა გეგმა გაქვს ეს გიშლის ხელს კიდე ეს იყოს რუსეთი კიდე ეს იყოს ამერიკის შეერთებული შტატები კიდე ჩინეთი რა საფრთხებს გვიქმნის ჩვენ ასევე დავშტაი გადაკვეთა ინტერესების რუსეთისთან ინტერესების გადაკვეთამ რა საფრთხე შეგვიქმნა დავინახეთ ხო ხედავთ ჩვენ რუკაზე ამერიკასთან რა საფრთხე შეგვიქმნის თუმცა რო არ გადაკვეთა ინტერესი უკრაინას რა საფრთხე შეექმნა ამასაც ხედავთ დიახ ჩვენ როგორც ვახსენეთ ხალბატონ ნინო უამრავი მაგალითი გვაქვს ჩვენს უახლოეს ისტორიაში პრაქტიკულად ისე მოხდა რომ ჭალებში ორჯერ შევასკდით რუსებს ხო და ამ შესკდომით რაც მივიღეთ ეს ცხადია, ნათელია და თვალსაჩინოა. ხედავთ ამას ყველაფერს, ეს ჩვენ თვალწინ ხდებოდა, ხო? მე შორს ვარ ესე ვთქვათ, ალტერნატიული რეალობების და რაღაც კოსმოგენური თეორიებისგან, მაგრამ ჩვენ გვაქვს დღეს ის მოცემულობა, რაც გვაქვს. შეიძლება ქონოდა გაცილებით რთული მოცემულობა და მეთანხმებით ალბათ და შეგვეძლო გაცილებით უკეთესი მოცემულობა ქონოდა, მაგრამ გვაქვს რის დამსახურებით, როგორ, რა, პერსონალიების, ღვთის თუ რა დამსახურებების გამო ეს მოცემულობა გვაქვს, რა მოცემულობაც გვაქვს, ამიტომ საიდანაც ჩვენ ესე ვთქვათ, ანუ ჩვენი ბენჩმარკი ესე ვთქვათ, ბრალებში ბოდიში რომ უცხოურ სიტყვას ვიყენებ, ანუ ჩვენ გვაქვს რაღაცა თარგი, ხო, საიდანაც უნდა ვიყოთ. აქედან კიდევ ერთხელ ვიზახი, რომ აი ის მომენტები, როცა დადგება ჩვენ იქ სწორი მოქმედებები უნდა გავაკეთოთ რა. და ალბათ არსებული ესე ვთქვათ ხელისუფლების თუ მომავალი ხელისუფლების, რომელიც იმ პერიოდში იქნება საქართველოში უნდა ეცადოს რომ ამ პროცესებში იყვნენ ძალიან გამოცდილი ადამიანები ჩართულები რა. აქ ობიუაწელის რაღაცა
შემთხვევითი ადამიანების ადგილი არ უნდა იყოს რა, იმიტომ რომ ძალიან კომპლექსური და რთული მოლაპარაკებები იქნება. ეს ყველაზე მეტად მაშინებს სიმართლე გითხრათ, აი იმ მომენტის დადგომა, როდესაც ჩვენ პოლიტიკური კლასი და ჩვენ დიპლომატიების корпуს მოუწევს აქტივობა, ვინაიდან მე არ ვიცი ჩვენ ყავს თუ არა ამ დონის მოაზროვნე, ჩვენ რამდენიც უნდა ვაგინო და ვლანძღოთ პუტინი და რამდენ და უარყოფით დამოკიდებაც უნდა ვქონდეთ მისადმი, ის არის მოთამაშე, მას აქვს გამოცდილება, მანც ის რას აკეთებს, აღარაფერს ვამბობ უკვე ეს ამერიკის შეერთებულმა შტატებმაც იცის, ეხა ირანის და თურქეთის ამდენ საუკუნოვანი დიპლომატია სახელმწიფოებრიობა არის, ჩვენ ერთ-ერთი რაც შეგვიძლია თავის მოგიჟიანება მასობრივად. და მე ძალიან ვშიშობ რა მაგ მომენტის დადგომას, ჩვენ გვეყოფა თუ არა პოტენციალი, გვაქვს თუ არა პოტენციალი და რა თქმა უნდა იქ იქნებიან თუ არა პირები, რომლებიც არ იქნებიან გავლენის ქვეშ აი ქვეყნების, რომლებიც ვახსენე, მათი დიპლომატიური სკოლების თუ მათი სპეცსამსახურების. და რა მინდოდა კიდევ მეკითხა. ზელენსკიმ თქვა, რომ აი ამერიკას რომ მოუნდეს ჩვენ მიგვიღებენ. 2008 წელს ამერიკას უნდოდა საქართველოს და უკრაინისთვის მაფის მინიჭება. მაგრამ ნატოს სამიძე, მაგრამ საფრანგეთი და გერმანია იყო წინააღმდეგი და ამის გამო ჩვენ ვიცით ფაქტობრივად ამით მწვანე აუნთეს 2008 წელს რუსეთს და რუსეთმა ამით ისარგებლა და თავისი გეოპოლიტიკური ამოცანები გადაწყვიტა, ორძალე სტრატეგიულ ადგილას ბაზები გაინაღდა, რომ ჩვენ წინააღმდეგს სულ ასჭირდება კაცმა რომ თქვას და ძალიან სხვა მიზნებს ისახავს და ამ მიზნებს ასრულებს კიდეც. როცა ამას ამბობს ზელენსკი, მართლაც ასეა ამერიკაზე ახლა დამოკიდებული შეიცვალა ვითარება? ამერიკა რასაც ეტყვის თქვა გერმანიას ახლა და საფრანგეთის ისინი რაოდენ დასუსტებულებიც უნდა იყვნენ, ისინი ამას გააკეთებენ თუ რატომ დაასახელა ამერიკა აი პირდაპირ სამიზნე თუ აი ამერიკას არ უნდა თორე ჩვენ მიგვიღებენ. როცა აქ ეს 2008 წლის ბუხარესტის სამიტის გამოცდილება. საინტერესო შეკითხვა, იცით რა არის ცოტა შორიდან გეტყვით არსებული გეოპოლიტიკური, ესე ვთქვათ, მოდით ესე დავარქვათ, ქსოვილი, რომელიც ესე ვთქვათ შეკერილი იქნა წინა საუკუნის 40-იან წლებში ომის შემდეგ და სიამაყით მინდა ვთქვა, რომ ქართველიც იღებდა ამაში მონაწილეობას, იოსებ ბესარიონიძე, სტალინი. ეს გეოპოლიტიკური ქსოვილი ცოტათი მოძველდა, ხო, ამაში დამეთანხმებით ალბათ. ეხლა მიდის ამ ქსოვილი, ესე ვთქვათ, ეს ამ გეოპოლიტიკური ბადის თავიდან შეკერვა, მოქსოვა, ესე ვთქვათ, ხო. ყველა ვინც დიდი მოთამაშეები მაქვს ლაპარაკი ამერიკის შეერთებულ შტატებზე ძირითადად, ჩინეთზე, რუსეთზე და სხვა დიდ მოთამაშეებზე ამ ახალი გამოკვეთილი რეალიობის პირობებში ესენი ცდილობენ, რომ აი ეს ამ დიდი ბადის, რაც შეიძლება უფრო დიდი სეგმენტი, ესე ვთქვათ, ნაწილი იყოს მათ ხელში რა. მინდა გითხრათ კიდე ასევე ის ფაქტიც, რომ აი ამ შიდა პოლიტიკურ, ასე ვთქვათ, კულუარებში განიხილება გაეროს ტრანსფორმაციაც, იმიტომ რომ ყველა ექსპერტი ერთ ცალმხრივად და ცალსახად აღნიშნავს, რომ გაერო ერთგვარად არსებული რეალიებიდან ამოვარდნილია უკვე რა, გაეროს ტრანსფორმაცია ჭირდება, განვითარება ჭირდება აუცილებლად ცალსახად, იმიტომ რომ ის მოცემულობა, როცა გაერო შეიქმნა თავის დროზე და ის მოცემულობა, რაც დღეს გვაქვს, აბსოლუტურად სხვადასხვა, შესაბამისად ამას ცალსახად ჭირდება შეცვლა. აქ უკვე ამ ახალ გეოპოლიტიკურ, ესე ვთქვათ, მოცემულობაში ყველა ქვეყნის, ასე ვთქვათ, როლი, ადგილი და არსებითი, ესე ვთქვათ, ფუნქცია იქნება განსაზღვრული თავიდან. რამდენი ხანი გასტანს ეს, ესე ვთქვათ, ახალი ქსოვილი და რამდენი ხანი იქნება ეს გრადი, ეს ხო ჯერ არავინ არ იცის, თუმცა ის რაც ეხა რა ასპექტებიც უკვე ჩანს საერთაშორისო პოლიტიკაში, მე ვგულისხმობ იმას, რომ როგორ ხდება რესურსების გადანაწილება, როგორ ხდება პოლიტიკური სამხედრო ძალების გადანაწილება, გადაჯგუფება. ეხლა ჩვენ გამოგჩა გრენლანდიის საკითხი, რომელიც ტრამპმა ასევე გააჟღერა და რატო ვიძახი მაგ საკითხს, რატო ვამბობ ხასუსვამ, რომ გრენლანდია ეს ხო არ არის რაღაცა პატარა მიწის ნაკვეთი, რომელიც შეიძლება რაღაც სადაო გამختارიყო, ეხლა თუნდაც საზღვარი სად გადიოდა, რა? ეს არის 2 მილიონზე მეტი კვადრატული კილომეტრის მქონე
გეოგრაფიული არეალი ხო, რომელიც ესე ვთქვათ, საფრანგეთზე მაგალითად სამჯერ დიდია, 4ჯერ თურქეთზე სამჯერ დიდია, ხო, რომ წარმოვიდგინოთ უბრალოდ ჩვენი მსმენელისთვის, რომ წარმოსადგენად ვთქვათ, მარტივი. ეს უთხრათ, რომ მიწა იქ არავის არ ჭირდება. ხო, მიწა იქ არავის არ ჭირდება, მაგრამ ეს ტერიტორია არის სავსე, ესე ვთქვათ, ბუნებრივი წიაღისეულით, ხო, მათ შორის ურანით, მათ შორის პლატინა, პალადიუმი, ოქრო, ვერცხლი. ავიცი მენდელევის ტაბულა რო აიღო და თვალი დახუჭო და დააჭირო, მე მგონი ყველაფერი იქ არის, ხო? ეს ეხა ჩემზე კარგად იცის ტრამპმაც და სხვებმაც. მათ შორის დანიამ ეს დოტაციური და რომ დიდხანს არ დაუტოვებდნენ. ეს დოტაციური და უშუალოდ დანიისგან დოტაციური გრენლანდია რამდენხანს გასტანდა ამოცემულობაში, ეს არავინ არ იცოდა რა. გამომდინარე იქიდან ყველაფერი იცვლება, ხო, ეს როგორც აღნიშნეთ, მუდმივია მხოლოდ ის, რომ ყველაფერი ცვალებადია რა. არაფერი გასაკვირი არ არის ამაში, მე მაინც მგონია რომ ეს პოლიტიკა ეს ცოტა პოპულისტური განცხადება იქნება, იყო უფრო სწორად და ამის უკან სხვა რაღაცეები იქნება, ეგ შეიძლება, მოდი წინ გავუსწრებთ მოვლენებს, იმიტომ რომ ეს არ არის მადლიერი საქმე, ხო? ხო, და შესაბამისად დაველოდოთ მოვლენებს. კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვიძახი, რომ ტრამპი ნელ-ნელა შევა პრეზიდენტი ტრამპი ნელ-ნელა შევა უკვე რეალისტურ პოლიტიკაში რა პოპულიზმის ესე ვთქვათ მოცულობა შემცირდება მის ყველა ესე ვთქვათ განცხადებაში და ქმედებებში და გადავა უფრო რეალისტურ პოლიტიკის ქმედების პროცესში რა და ჩვენ ამას ყველაფერს დავინახავთ რა. კიდევ ერთხელ ვიძახი, ნუ გვექნება ის მოლოდინები, რომ ყველაფერი დიამეტრალურად შეიცვლება, ეხა აყვავდება ყველაფერი და ჩვენ ესე ხელზე დავიდოთ, გული ხელზე დავიკრიფოთ და დაველოდოთ, როდის რა დამშვიდება, დალაგდება და როდის დაგვიბრუნებენ აფხაზეთს და ოსეთს, ხო? ეგრე რო არ მოხდება ეს ძალიან კარგად. ოსეთს ხო ცხინვალის რეგიონს, ხო, სამხრეთ ოსეთს. ავტონომიური რესპუბლიკის ყოფილს რა. ხო, ამიტომ აი ეგ მომენტებია, რომ პროფესიონალებმა უნდა მიიღონ გადაწყვეტილებები. კიდევ ვიძახი როგორც მოქმედ მთავრობაში და ამას უნდა კონდეს ესე ვთქვათ არსებითი და ყოველდღიური ხასიათი. დარწმუნებული ვარ, რომ ამ პროფესიონალების არსებობა რა თქმა უნდა არსებობენ და არიან ჩვენს ქვეყანაში, ამ ყველაფერთან ერთად პატრიოტიზმის ხარისხიც ნელ-ნელა ალბათ გამოიკვეთება და იზრდება ჩვენს ქვეყანაში, იმიტომ რომ ეს მე ვისურვებდი გონიერების ხარისხის გამოკვეთას და გაზრდას. ხო, იცით რა არის ბევრი საკითხებია ერთად გადაჯაჭვული ერთმანეთთან და მაინც ასია თუ ისეა ადამიანების ჩვენი თანამემამულეების ვთქვათ პოლიტიკური აზროვნების ხარისხიც ხო იზრდება რა გამოცდილება ხო უბრალოდ არ იკარგება ამას ხო ხედავთ ჩვენ ყველაფერს თუნდაც ის რომ არჩევნების შედეგებითაც ყველაფერი ჩანს უკვე თვალნათელია რომ ესე მარტივადაც აღარ არის რა არჩევნების მოგება წაგება აქ ძალისხმევებია გასაწევი მხოლოდ პოლიტიკური პოპულისტური განცხადებები არ შველის ხო რეალური ქმედებებია განსახორციელებები როგორც მუნიციპალურ დონეზე ესევე საგარეო პოლიტიკის კუთხით და ყველგან ესე ჰაი-ჰარალეზე ბრალებში რო არ ხდება ეს ყველაფერი უკვე ნათლად ჩანს და დაინახა ყველა ქართულ საზოგადოებაში იმედს ვიტოვებ რომ შემდეგი ეტაპი ჩვენი ქვეყნის იქნება თქვენი სიტყვებით თუ მემჟერებ უფრო გონიერებით სავსე უფრო წინდახედულობით სავსე და უფრო საინტერესო ერთგვარად რა პოლიტიკური პროცესების თვალსაზრისით აი ამის იმედი მაქვს ძალიან დიდი მადლობა ბატონო მადლობა თქვენ ჯერ ვიმშვიდობებით ჩვენს პირველ სტუმარს რეკლამის გამო უნდა შევწოდოთ გადაცემა მალე დაგიბრუნდებით დაგველოდეთ მეორე სტუმართან ერთად